და იქ ნახე რა მოაწყო მეორე ძროხა, ამას შეხედე. ეხლა მთავარია ვინმე არ მოგვადგეს წინიდან. ევანდელი ჩელენჯი, საწოვის ჩელენჯი, წვიმასთან ბრძოლის ჩელენჯად გადაიქცა. გამარჯობა. რაღაცა უნდა გთხოვო რა. ანუ 65 კილომეტრის საწვავი გვაქვს ჯერჯერობით და ესე გორანდეს ვერ ჩავახცევთ. ვინმე ესე ტიპი უნდა ავარჩიოთ, ვინც ვერ მოგვერევა. თო ჩემო დედულეთო ძალიან ბევრი კომენტარი შეგვხვდა, სად წავიდა ჩვენი 10 ლიტრიანი ჩელენჯები და აი მე და ძმაკაციც აქ ვართ. სალამი, ძმაკაც. გამარჯობა, დაგიბრუნდით. დღეს ჩვენი ავტოპარკიდან უნდა ავარჩიოთ ორი ავტომობილი, უნდა გავიაროთ 380 კილომეტრი, უნდა ჩავიდეთ ბათუმში და უნდა უქომაგოთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს. შენ რა მანქანა იცი, რითიც 10 litrით გახვალ 380 კილომეტრს? მართლა ფიქრობს, ბიჭო? ხო, რავი, არა. ჰიბრიდი აკრძალული გვაქვს. ანუ დიზელი? დიზელი საკრძალული. ჩვეულებრივი ბენზინი უნდა იყოს. რა სიძახი? ჰიბრიდი არაფერი. დრანაირად. მაგრამ გვაქვს სპეციალური პირობები. ევაკუატორს დადება შეიძლება? აუ, ეგ არ ვიცი პირობებში წერია თუ არა. იმიტომ რომ ანუ თავისით ვერ ჩავა და რამით მაინც ჩავიტანოთ. აი, პრინციპზე გამოვაბავ წავიღებ. ჩვენ გვინდა კონკრეტული პირობები რა. ოკეი. ოპა, აბა რა წერია? არჩიეთ მანქანა, რომელიც ეკონომიურია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება მოგიწიოთ დრაგზე დადგომა. რა? 10 ლიტრი 380 კილომეტრი დრაგი, ანუ ძალიან ირევა უკვე. დავაი, გაგრძელეთ, მაინტერესებს. ბათუმში ჩასვლელი. ძალიან მაინტერესებს. მოგიწიოთ off-road-ზე გასვლა. ამიტომ არჩევანი აუცილებლად სწორად უნდა გააკეთოთ. მთავარი მისიაა უქომაგოთ საქართველოს. სტადიონზე ისე არ შეხვიდეთ, სანამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან ერთ-ერთი მაინც არ გადაიღებთ სელფს. ამას რო დავიჭერ, ეხა მოურჩეთ ამას და ისეთ სახეზე უნდა ვივარჯიშოთ, რომ აი შენ რომ მიდიოდე სადაც რო გაჩერდე და პრობლემა არ იყოს, ანუ ისეთი სახე რო არ გქონდეს. ესეც სახე რაღაც, ანუ ღრმილიანი. ხო, ბაზარი არა. აი ესე, აი სახე დამამუღამები. არა. ძალიან რთულია ბიჭო სახის მოჭერა. აუ მზე იმენა სახის ნახეს. რამდენი ხანი უნდა ნახევარი საათი უნდა ვიდგე ესე? ცოტა რთულია, მაგრამ ვიზა. თვითონ ფეხბურთელი არ გააჩინებს აქ მანქანას. ვიღაცა მიიყვანს და დატოვებს მანქანას. მე ჩავედი ისე დაბლო. არა? არა, მაშინ შეგიქ უნდა შევარდეთ. არა, არ შეგიქ. მაშინ დაბლო უნდა ჩავიდეთ. გადაწყდა. ოდნავ კაი მანქანას. ოდნავ აი მანქანას გზაზე ხედავთ რო აქ მოდის, ეგრევე ვშლით პლაკატს. ეგრევე წამიერად. ვინც არ უნდა იყოს, ვაფშე უცხოც რო იყოს, სელფის ვიღებთ, ხელს ვართმევთ, დიდ მადლობას ვუხდით, ვაგზავნებთ. შემდეგ ფეხბურთელზე, შემდეგ ადამიანზე შევზაუბროთ. გაშალე. აჰა. მიდი. გაშალე. აუ მაგრად მისმაიმია ჩემი. ასიზა. ვა! გამარჯობა. სხვა სელფი და ეგრევე. გამარჯობა. წარმატებები, მაგრები ხართ. დავა. წარმატებები. ბიჭო, რა რთულია. აი ხა მე ვხვდები რომ ვიღაცას მაგრად რო ევასე ვიღაცა 10-5 ტიპი ხო არის მაინც რომ ვინც ჩვენთან ერთად, აი ჩვენთან რომ მოდის რა. ინაცმებმის აზზე ხარ ბიჭო. აი ვინმეს რომ უნდა შენთან ერთად სელფის გადაღება და ვერ მოდის ფიზიკურად და ეს ტენს რო იჭყ რა რთულია.
მარა გამოგვივიდა. ხო მართლა 10 ლიტრით ვერ ჩახვალთ ბათუმში. ამიტომ თქვენთვის მოვაზადეთ მისიები, რომლებიც გზაში უნდა შეასრულოთ. ანუ ყოველი შესრულებული მისია უდრის დამატებით საწვავს. მისიების სია ორივეს გადმოგეცემათ. ბილეთები გაყიდული დაყდა. რა? ამიტომ ბილეთებზეც თქვენ უნდა იზრუნოთ. კარგი, მეგონი დრო ნელ-ნელა გადავხედოთ. დავთვალიეროთ მანქანები, თან რადგან ცოტა კომფორტულად მოგიწევს სიარული, ეგ უკვე კარგია. ხო, აქ 2000 ლარი მანქანას აშკარებს. ჩვენნაირ მაწუნგალა რაღაცას ვერ ვიყიდით, ვერ ვითხოვებთ და ვერაფერს ვერ ვიზავთ, ამიტომ შეგვიძლია წყნარად ჩვენ მოძებნოთ. კაი, წავედით. წავედით. შენ ციხნი ხარ? ხო, რა ვიეხა. ხერთი უნდა ჩამოუვარო. თუ აქეთ უფრო საინტერესო ვერაფერი ვნახე, თავიდან დავთირე. ის X6 საინტერესოა. თავიდან დავთირე B58-იანი X იაყენია რომ მოვედი მაშინ რა, აღმოაჩინე. ხო და ნუ ამის წასვლა ნამდვილად არ მინდა ბათუმში, რადგან კომფორტის საშუალება გვაქვს და ნორმალური მანქანის არჩევის. აქ რაც დგას ეხლა ჩემთვის ჩემთან ყველაზე ახლოს თან რადგან შემიძლია რომ კომფორტულად ვიყო და თან B58 ერთი უზარმაზარი პლუსი აქვს რომ HP-ის დახმარებით საკმაოდ ცოტა სწავს გზაზე თან მაღალი მანქანა უნდა იყოს რადგან ოფროუდია გამორეული. მოდი შევაჩერებ არჩევანს X5-ზე. ეს არაჩვეულებრივად მოკლედ თავში მიტყალის ხო ბევრი რაღაცა რა. ანუ თან ცოტას უნდა წავდეს. ჰიბრიდი არ უნდა იყოს, ელექტრო არ უნდა იყოს, დიზელი არ უნდა იყოს. მოიცერწუთი? ეს მე მგონი დიზელი. ბევრჯერ მაქვს ნათქვამი რომ 70-ის ალტერნატივად მხოლოდ G05-ს განვიხილავ ჯერჯერობით და არაჩვეულებრივი G05-ია, რომელსაც წეგან შევხედე და 4-დან 0-ია, 4-დან 0 აწერია, შესაბამისად 3-დან 0-ია და B58-ია და მე ჩემი ავტომობილი მე მგონი ნაპოვნი მყავს. კი, მე ჩემი ავტომობილი ვიპოვე. Camry არ გვინდა. Porsche გვიძია დრო. და გაბარიტებითაც ისეთ ტანზეა რომ მე დავждები ჩეულებრივ. ოღონდ ხა ეს დაიქოქოს და პრობლემა არ ქონდეს არაფერი. დარწმუნებული ვარ რომ არ ექნება, მაგრამ 160.000 კილომეტრი გარბენით ჩეკი არ გვინთია. კანფეტ. ვიცი რითიც მივდივარ ბათუმში ძალიან კომფორტულად. რამდენად ჩავალ და იდეაში იმედი მაქვს ჩელენჯი ისეთი მექნება რომ საწავს მოვიპოვებ გზაში და ჩავაღწევ. მაგრამ სადამდე ჩავაღწევ იქამდე კომფორტულად მადლიერი ვიქნები და ბედნიერი. ამიტომ ეხლა ხერო მიდარდოს რაც უნდა ისუქრია. მე ბაქარა მყავს. მე ვფიქრობ რომ უნდა ავარჩიოთ ცოტა თანამედროვე მანქანა, იმიტომ რომ რაც დრო გავიდა, აი რავი, ვინაც BMW-ენ, ამ Mercedes-მა, ან რავი, ნებისმიერ მოდელმა ძრავები ისე დახვეწეს, რომ თან ძლიერია, თან ეკონომიურია, ბევრს გადის და ზუსტად ეგ გვჭირდება ჩვენ ჩელენჯშიც, რომ ძმაკაც მოუგოთ რამენაირად რა. და ვისაც თვალში მოგხვდათ, აი ეს TBC-ის ლოგოს ალბათ დაფიქრდით, ანუ აქ რატო ვართ კონკრეტულად, ხო? TBC Leasing ჩვენ ეს პროექტი შევთავაზეთ, ეს ჩელენჯის პროექტი და დაგვთანხმდნენ. გვაძლევენ მათი ავტოპარკიდან ორი ავტომობილის წაყვანის საშუალებას, ნებისმიერს შეგვიძლია ხელი დავადოთ და წავიყვანოთ და აქვე გეტყვით მათ პირობებს, ანუ რეალურად შეგიძლიათ TBC Leasing-ს მიმართოთ, აი თუ ავტოიმპორტით გინდათ ავტომობილის ჩამოყვანა, მაგალითად შეგიძლიათ 95%-იანი დაფინანსება აიღოთ, ან მაგალითად რაღაც საიტზე აარჩიეთ, ან Facebook რაღაც ჯგუფში აარჩიეთ. რავი, ნებისმიერი ავტომობილის რისი შესყიდვაც გინდათ, შეგიძლიათ TBC Leasing-ს მიმართოთ, გაიაროთ ყველაფერი და შესაბამისად დაფინანსებაზე აგიხსნიან ყველაფერს. არ დაგავიწყდეთ კიდე. ძალიან მაგარი ფუნქცია აქვს ერთი trade-in-ი, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი მიმდინარე, აი წარმოიდგინეთ ძალიან დაკავებული ტიპი ხარ, ფიქრობ შენ ბიზნესზე, გინდა ახალი ავტომობილის შესყიდვა და უნდა დადო სადღაც განცხადება, მე ვიღაცა უნდა დაგირეკოს, აბა დააკლებ ძმა და აბა ის რა დღეში მარტივად trade-in-ის ფუნქცია და მოვალეობა მთლიანად ეგ არის, რომ შენი ავტომობილი მოიყვანო, შეგიფასებენ რაღაც X თანხად, რა თქმა უნდა თქვენ თუ გაკმაყოფილებთ ეს თანხა, შეთანხმდებით პირობებზე და წაიყვანთ ახალ ავტომობილს, ანუ დაამატებთ რაღაცა თანხას, წაიყვანთ ახალ ავტომობილს და მიხედავთ თქვენ ბიზნესს. ანუ არ მოგიწევს არც ნერვების შლა, არც ჩხუბი, არც დროიში ლოდინი, ანუ ყველა ოპერაცია შეგიძლიათ ჩახუროთ ერთ ოპერაციაში. ხო და ახლა კიდე თან გავიაროთ ჩვენ რა მანქანები გვაქვს დარჩენილი და მოდი ნახოთ BMW უბრალოდ E39-მა ისე გვაწვალა რომ BMW-სკენ გახედვა ეხა არ მინდა.
აი იმენა სულიერად არ მინდა. ეს არის 8 ცილინდრიანი ბიტურბო და რა კაი ტიპია. მოგწონს? მაგარი კაი ტიპია. მაგრამ პროსტო რა არის, იცი? აი მთელი ცხოვრება BMW Mercedes, ერთხელ ხო უნდა შევცვალოთ რაღაც. აი ცხოვრებაში ერთხელ. აი ეს მე სიმპათიურება ძა. უბრალოდ ჩვენ გვინდა ამის გასაღები. იმ ბატონი. ისე 30 წელს როგორც გადაცდები, აი ყოველი ჩარჯდომის მერე ავტომატურად ხავს უშვებ. ოღონდ ძალით არ ვშვებ, ბუნებრივია. აი მოდი მანქანას მივხედოთ ისე, აკაშკარად. მექანიკური მეებს რო ვეძებ, ელექტროა ყველაფერი რატო ვეძებ მექანიკა. BMW-ს ავიქცე ხა რაღაც უნდა ამომეწიე და წინა წასულიყო. და ბარემ დავქუქოთ, ნახოთ. რა შვება ჩვენი ავტომობილი, აი აქ არის სტარტ-სტოპი. ეგრევე მუსიკები შემოგთავაზა. ზოან საკაიფოა. მე მგონი ეს. ცოტათ, ერთხელ განსხვავებული BMW-ს და Mercedes-ს რო ვაჭმევთ ხოლმე ერთმანეთს, იყოს Range Rover. The next day. всё, ეხა სოკარში ავიღოთ 1000 ლიტრი. გავემზადებით. ზმაკასაც შევხვდებით. და ჩვენ კვლავ აქ ვართ. მოკლედ გათენდა შემდეგი დღე. ეს არის ჩვენი 10 ლიტრიანი ჩელენჯი. აჰა ეს შენ. ცოტა თან ძალიან. მართლა ცოტა, მაგრამ გვაქვს ჩვენ კონკრეტული მისიები, წეღარას ვილაპარაკეთ და მაგით შეგვიძლია შევავსოთ. ოღონ ტრუხაზე ვერ შევავსოთ. შევასრულებთ. ოკეი. ავზებით სარიელია უკვე, მანქანები მზად არის და შეგვიძლია დავცხოთ ჩელენჯი. ჩემი მანქანა სადა? ჯერ შენსაში ჩავასხათ თუ ჩემსაში? ორივე ჩემსაში ჩავასხათ. არა, ეგრესია არ მაწყობს. ოკეი. აჰა, ეს შენ. აი, სამას ახლა კლაპანი უნდა გავახსნევინო. რა მენაირად. ციხაში ვერ გაჩავს არის. გავასწავლე. არ ჩადის. აი ეგრეა, არ ჩადის. მამა, ვერ შემყავს. მართლა არ ჩადის, ბიჭო. რამე უნდა კონდეს? პროსტა ძალა უნდა? და ნეტი რა უნდა მეყიდა ეს? პირს არ აღებს? არა. მოიცა ერთი. კაი, ისეთი რა ჩავყო? რაც გიდა ის ჩაყავი, ხა. იღებდა? იღება? მაშინ ნახე, აი მიმართ. ჩასულია? ოღონდ ძალიან მოკლეზე ჩა. სანამ მე თითი არ ჩავყე იმინა. იმით ვერ ვიზავთ. კი, როგორ? აი თავისი რაღაცით მათხოვე. ეს გავუკეთე. რასაც დავრე იმდროებით. ხო, არა, დაღვრას არ ვართ აქ. აქ დაღვრას ვაფშე არ ვართ. მოკლედ, ბილეთებზე არის მთელი ამბები რა. ანუ როგორც ხერომ ეხლა აღმოაჩიდა. ხო. მოკლედ, გადავრეკეთ, გადმოვრეკეთ. ზოგი არ მოგვეწონა, ზოგი მოგვეწონა. რა იქნება საბოლოო ჯამში რო ჩავალთ. მართლაზე არა ვართ. ეს იმედია ტყუილად არ გავივლით ამ ხერაგზას და შევართ მართლა. გადამზრა ხარ ეს სტადიონს. ბიჭო, 50 კილოთი ნაკლები რო ვიყავი კი? ოღონდ ბევრად ახალგაზრდა ვიყავი მაგ დროს მე. ახლა მე თქვენ განახებთ. ცაფრი გადგება მანდ. ნახე. ის რო არის, ჰაკ თუ გოგორო არის, ხო ეს? ხო, მან ჩადის. არა, მან ჩადის არა. მან ჩავა. ჩადება უნდა იცოდე? ხო. აი ჩემო, გავითვალისწინებთ. თავარია არ გადაგექცეს მე. აჰა, როგორც უწავს გადავუღეთან. წყალია თუ ბენზინი? მე მახსოვს რომ ბენზინი ვიყიდე. თუმცა ძალიან მეძინებოდა დილით. ჩააწექიო და რაღაცეებიო და თვითონ ვერ ჩა. აი, რას ვიძახდი? იქაც იგივე შვებოდა, რომ ესე შედის პირი რა. ეს ძაბრები მხოლოდ ერთ რამეში გამოდგება. არასწორ ძაბრებს უკეთებთ რეკლამას. ნეტა კადრებში გვეტყობა უძილოები რა ვარ? დილაუთენია რო ვიღებთ ამ ყველაფერს? აიცა, ეხა ჩვენ. ძილის კაიფში რო ვარ? ეხა არის 11:09. ოკეი. საღამოს 9 საათზე იწყება მატჩი. ოღონდ იმენა 9-ზე იწყება.
ჩვენ 8-ზე მაინც იქ უნდა ვიყოთ. მინიმუმ. მაგიტომ მისიები და ყველაფერი უნდა შევასრულოთ თავის დროზე. მისიები აქედანვე თუ არ დავიწყეთ, ფიზიკურად ვერ ჩავალთ. ყველა ვარიანტში ხარ ჩავждები, ვნახავ მისიები რა არის და რისი შესრულებაც აქვე შეიძლება ყველა ვარიანტში აქვე შევასრულე ყველაფერს, რომ საწავი მაქსიმალურად მოვიმარაგო და მე აღარ იმას ვქნა, რა ქვია, აღარ ვიბოდიალო წინ და უკან და დავაწვე პირდაპირ რა. იდეალური გეგმა ეგეთი მაქვს ყოველ შემთხვევაში. ნახოთ. ჩაარტყი და წავედით. რა ხდება და ჩელენჯზე. კარჩე. ეს რა იყო, რა ქვია, ალბანეთის თამაში რა იყო რა წინაზე. ძალიან გულით მინდოდა რომ ბილეთები მეყიდა ფეხბურთის. და ვერ ვიყიდა. 8 კომპიუტერით იყავი შესული. კომპიუტერი. დღეს გვაქვს ესეთი ჩელენჯი. აბა. რომ მე და ხერო ხო. თითო ადამიანთან ერთად მივდივართ ბათუმში. გზაში ვიღებთ ჩელენჯს და მე შევდივართ ფეხბურთზე, ვესწრებით ფეხბურთს და რომელიმე ფეხბურთელთან სელფი უნდა გადავიღოთ თუ მოახერხეთ. ეგ არის დღევანდელი ჩელენჯი. და ამ ჩელენჯში მონაწილეობისთვის წამოგიყვანე შენ. მარტო თამარზე ვიყავ არ? ხო, თან თამარზე მივყავ ხარ. თან ჩელენჯზე. არითი. და ეს ემოცია მინდოდა რომ გადამიღო და აქამდე იმიტომ არ ხარ. იმიტომ რომ ვიცოდი რომ ძალიან გაგიხარდება. მოკლედ, მე და ტონი დავაწვევით ახლა, ჯერ მისიებს შევასრულებთ. მერე ბენზინს ჩავასხავთ და იმედი გვაქვს რომ ბათუმამდე ჩავაღწევთ და წამოიხა გზაში ჩამოვჭამთ. წავედით, კარგად. მოკლედ, გუშინ ეს მანქანა აქ არისო. ტრეიდინით შემოვიდა BMW M4. და სიმართლე რომ გითხრა მე ეს მწოდნო და აქ იქნებოდა აი იმ Range Rover-ს არ წავიყვანდი. მიხედავთ იმისა რომ off-road-ის რაღაც ჩელენჯები გვეწერა, სულ ფეხებზე დავიკიდევდი და წავიყვანდი აი მამას. Просто რა ვიძზია, ნახე. ანუ მხოლოდ ერთი დღე ავწდით მე და ეს მანქანა, მხოლოდ ერთი დღე. მაგრამ რაღაცა მსგავსი მაინც უნდა ვიყიდოთ რა. თორე სხვანაირად არ გამო. კაი, წავედით ჩვენი Range-ით. ესე იგი, ეს არის ჩვენი მისიები. ძირითადად არის 5 ლიტრიანი ჩელენჯები. ყველა 5 ლიტრიანია. კარგი. და ბარე მისიებზე გადავიდეთ პირდაპირ. ში აბა. კი. პირველი ჩელენჯი იცი რა არის? ფასტფუდის არაუდოდ. შევუკვეთე ფასტფუდზე, ზადრით უნდა შევიდეთ. ვა. ზადრით უნდა შევიდეთ და შევუკვეთე. ახალი სტილია. გვაძლევენ მაგაზე. იყიდე ან იშოვე სუვენირი, რომელსაც ამ ვიდეოს კომენტარებიდან ერთ-ერთს გადაეცემა საჩუქრად. კომენტარი უნდა დაწერო, რომ რაღაც საჩუქარი მოიგო, სუვენირი, რომელსაც ჩვენ ვიშოვით გზაში. ავტოსტოპით გაუჩერე ვინმეს. მერე გვაქვს მოაყოლე უცხოს ანეკდოტი. გასწავლოს ვინმემ იმ კუთხისთვის დამახასიათებელი სიტყვა გამოიყენა ეს სიტყვა ბუნებრივად სხვა ლოკალურ შემოხვედრთან. ეს უკვე სამი დასავლეთისკენ ვქნათ. ჯიმა. ჩაწერე დუეტი ლოკალთან იმ კუთხის დამახასიათებელი მუსიკის გამოყენებით, მაგალითად ქუთაისში. ამას ვერ შევასრულებთ, იმიტომ რომ ყურები დაგეწევათ როგორც მინიმუმ ყველას. არა, ვიდი ვქნათ. დუეტს იმღერებ? კი. ვინმესთან იქაური მუსიკაზე იმღერებ? არა. ხო, ანუ რა მე არ ვიმღერებ, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ვიმღერებ. ანა 5 ლიტრისთვის ვიზავ ხა. ოკეი, კაი. კარგი, მერე გვაქვს. გადაიღე ღირსშესანიშნავ ადგილას ისეთი სურათი, ვითომ გენგის წევრი ხარ, ამას იასნა ვიზავთ მარტივად. დააგემოვნე ნებისმიერი street food-ი და გავაკეთე გულახდელი review, ოკეი, გავიგეთ. გამოაწერინე უცხოს შენი კომპონენტი YouTube-ერის არქივი. მე კომპონენტები არ მყავს, მაგრამ უცხოს ხელოსახს გამოაწერინებთ ეს. ძმაკაც ისეთ ჯიგარია, ერთს კი არა, რამოდენიმეს გამოაწერინებ უეჭველი. გადაიღე ვირთან ან ძროხასთან selfie. ოკეი. მაგას მოვაყოთ თავს. ესაც ძალიან მარტივია. თუ არ გაგზუყნა ვირმა ან ძროხამ. კარგი ბოჩოლა ვარჩიოთ. ლამაზი ისეთი, საყვარელი. კაი, წავედით. რომელ ფასტფუდზე შევდიოდეთ ზადოთ. რომელი გიტარო? მან სულ ერთი. გზად თუ იყო, წამოჭამოთ ვენდისი. ვენდი? ოკეი. ოს ვენდი.
მაქსიმალურად თხელი გაზით უნდა ვიაროთ მთელი დღე. რატო არის ესეთი რბილი ეს მანქანა მიხსნი? იმიტომ რომ ახალია წლით და ზოგადად ეს თაობა ის 5 უკვე ძალიან დაარბიეს. ანუ 1.15 ხო შედარებით უხეშია, ისეთივეა თითქმის როგორც 70. და ეს თაობა უკვე საერთოდ სხვა განზომილებაში წავიდა კომფორტის მხრივ. ყველაზე რეალური არის ყავა რამე გინდა? ბანე ფასტ ფუდში შევიდეთ, უკუსვლით და მე ერთი ან ორი მისია მაინც უნდა შევარჩიოთ აქ რამე თბილისში რო გავაკეთოთ, თორე რაღაცას გავიჭედებით ჩვენ მოტყუთ. ფასტ ფუდი გავიგეთ, იმდენი შოვის სუვენირი, რომელსაც თბილისში შეიძლება სუვენირი ვიყო. კაცო. ვაჯვალი. იმაში შევდიოდეთ. ეხლა ძალიან გავამარტივოთ ეს ჩელენჯი, სმარტში შევდიოდეთ და რაიმე ვიყიდოთ ისეთი რასაც ვიღეს ვაჩუქებთ. სხვათა შორის პირველი შემთხვევა არის, როდესაც არანაირი კანჩი და კანჩების კრებული არ მომაქვს გზისთვის. იმიტომ რომ მანქანა ყავს ახალი. თითქმის ახალი. 2018-იანია როგორც მახსოვს. ნახე, ეხლა ჩვენ თუ ამ ორ ჩელენჯს საქმე შევასრულებთ და ორივე ვენდიში ვასრულებთ თან. მაგ შემთხვევაში გვექნება შესაძლებლობა, რომ 10 ლიტრი საწვავი დავიმატოთ. 10 ლიტრი საწვავი ამ მანქანაში და ეს მანქანა ტრასაზე საშუალოდ დაწვავს წესით 7-8 ლიტრს. 7-8 ლიტრს ტრასაზე რადგან დაწვავს, ეგ გამომივა ის, რომ ჩვენ თითქმის ქუთაისს გავსდებით მაგ დამატებული 10 litrით. შეიძლება მეცეც წავიდეთ. მოვაყოლე უცხოს ანეკდოტი, ვინმე უცხოს. კაკას ვისაც გავუჩერებთ, იმას მოვაყოლოთ ანეკდოტი. თუ ვინმეს ავტოსტოპით ვიპოვეთ, იმას თქოს რომ ანეკდოტი მოგება. კაცი შედის სახინგლეში. ანუ გამოგივა ჯამში მაგით 30 ლიტრი. ანუ 10 ქუჩალიჩობთ. 10 კიდე მაგედან გამოვა. ოღონდ თავარი ხა ავტოსტოპით ვიპოვეთ. ეხლა თავარია ვინმე არ მოგვადგეს წინიდან. რომ ეს სახით არ უყურო, აი რა იდიოტობას უშვები. ეხლა უნდა ავირჩიოთ სად უნდა შევძლებთ ჩვენ. ერთი აქცია გიმა თქვენი ფარმაკულერზე? კი ბატონო. კიდე ამატებ რაიმეს? ეს მხოლოდ ბურგერებია, ხო და ორი პატარა ჩიზბურგერის კომბო. გამარჯობათ, 2 ჩიზბურგერის მენიუ გვინდა სტანდარტული. Ოჩი? 2 ჩიზბურგერის მენიუ გვინდა სტანდარტული. 2 ჩიზბურგერი სტანდარტული, და ფიგრა. არა, სხვა არაფერს. კარგი, 2 ჩიზბურგერი სტანდარტული მენიუ, ორდერსა. კი ბატონო. მე ვფიქრობ, რომ კარგი. გადაობა რა, იცი? ჰონდა ხომ ყავს სივიკი, მარჯვენა საჭიანი. იქაც აი ესე ვიწელები, რომ შეკვეთა მივიცე ხოლმე და აქაც გაწელვა მომიწია. კატასტროფაა. გაწელვის გარეშე შემისხერა და იმენა არ არსებობს. გამარჯობა. მოკლე ვარ და რა უქნა. პირველი 5 ლიტრი ჩეკ. დადო. არა. აუ ეხა ყველაზე გადავა, იცი რა იქნება? ხეროვაც აქ რო გადაწყვეტა ზადრით შემოწლა. იმასაც ხო იგივე მისიებია. გამოსტერდებიან. ამდილა უთენია რა დაგემართა თუ ეგრევე კითხავი. არა მაგნუალცის ჭერა თან და თან ზადინციური იმენა მაგარი რთული დავალებებია. კაი, რადგან დღეს ბათუმის თემატიკა გვაქვს და ბათუმში მივდივართ, იყოს მაშინ ბათუმი. ეს სუვენირი შევიძინოთ. წავედით სალაროში. მანახა ეგ სუვენირი? ჩეკ. ჩეკ. საწავი ჩელენჯში მოგებული კი არა და მიღებული 10 ლიტრი საწავი ჩასხმულია. საკვებიც მიღებულია. ცოტა მუცელით დასვრილია. ყველა მისია შევასრულეთ. დავიწერთ. ეხლა უკვე ავდივარ თბილისიდან ესე თამამად გავდივარ. რაც მანქანას ხოთი მოაყლა და იმედი მაქვს რამე სხვა არ ჩაასხეს. აი, მაინც არის შესრულება შეგვიძლია ჩვენ მარტივად კიდე.
ან სუვენირი უნდა ვიყიდოთ, ან გენგის წევრად უნდა გავასაღოთ თავი და სურათი გადავიღოთ. ეგდოთი მოვაყოლოთ უცხოს. ისე არა, დუეტი არ გამოვა. გამოაწერინე ვინმეს, აი ეს არის რეალური კიდე. ვის გამოვაწერინოთ ახლა? ვარიანტი ეგ არის. ვირს აქ ვერ ვიპოვით, როხას აქ ვერ ვიპოვით. დაგვერხა, კაროჩე. ულანბაოში ვართ ჩვენ. თბილისიდან გამოვედით ეხა, ანუ მეთქი რა კაია, საცობები არ არის მეთქი და იგრევე საცობები გაიჭით. მაგარი დარხეული გვაქვს, მე ვატყობ. საცობებში თუ მოვხვდით და უკვე ვართ. ეს დაწვავს 15 ლიტრას. ოფიციალურად ეწერა თუ არ ვწდები, ქალაქში რაღაც 12-13 ლიტრა ეწერა რა, მაგრამ ეგ ოფიციალური რაც არის ხომე, უფრო ნაკლები წერია ხომე, როგორც წესი ვიდრე არის. აი აგვაყარულა იმენა, ნახე რა. რატო დადიან ოფროუდზე, ბიჭო, აი 10 მანქანას რომ მოიგებ. ეს ავტომობილი არის Range Rover Velar 2018 წლის და ზუსტად ესეთის ჩამოყვანა შეგიძლიათ კორეიდან ან ამერიკიდან HOA ავტოიმპორტის მეშვეობით. არ დაგავიწყდით ჩვენი პრომოკოდი ხერო აქ იქნება ამონათებული და რა თქმა უნდა წინასწარ შეუძლიათ ბიჭებს მივიდნენ, მდგომარეობა შეამოწმონ, ყველაფერი გითხრან, რაც კი გაინტერესებთ ამ ავტომობილის შესახებ და თუ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაში იქნება, მხოლოდ მას შემდეგ წამოიყვანოთ. მოკლედ 65 კილომეტრი გვაქვს. ანუ 65 კილომეტრის საწვავი გვაქვს ჯერჯერობით და ესე გორანდეც ვერ ჩავახცევთ. ეხლა რამე თუ არ დავჩალიჩდით უცბად. იმენა დარხეული გვაქვს რა. მოკლედ ერთი მისია შესრულებული გვაქვს fast food-ის. ღირ შესანიშნავ ადგილს აქ ვერაფერს ვერ პოულობ სამწუხაროდ თან გენგის წევრის პონჩი უნდა გადავიღოთ და ავტომატურად ცოტა ისეთი ისტორიული კარგი ადგილები რაც არის გვიჭირს ცოტა მაგის ფონზე გადაღება ხო არ გადაო ავტოსტოპით ისეთ კაცთან მოვხდით ახლა გამარჯობა. ბათუმისკენ. სამტრედიამდე შეიძლება გამოყოლა? მე მგონი კი. ხო, no პრობლემა. გამოგცეთ უფალმა და გავიშვილგებთ. გაიხარე. ჩვენ თან ვიდეოს ვიღებთ. თქვენ პრობლემა ხო არ გექნებათ? მე უნდა გადამიღო? შეიძლება თქვენც მოხდეთ სადმე. კარგი საქმისთვის ვაკეთებთ. დიდი გადასაღები მე არ ვარ. ჩვენ გვაქვს არხი YouTube-ზე. და საავტომობილო კონტენტს ვიღებთ. კაი ხალხი, ცუდი ხალხი არა. მოკლედ, დავამატეთ ჩვენ 10 ლიტრი. იმიტომ რომ ორი კეთილი საქმე უკვე გავაკეთეთ. ჩვენი მაჩვენებელი ცოტათი ავიდა და დამშვიდდით, იმიტომ რომ 164 კილომეტრის გავლა შეგვიძლია და იმედი მაქვს რომ 164 კილომეტრს რაც წერს ნამდვილად ეგრეა და კარგად ითვლის Range Rover-ის სისტემა, რომ 163-ია უკვე. ბიჭო, რაღაც ძალიან მალე ჩამოდის რა. აშკარად. მოდი. რახან უგარ მიხარ ხო? შეარჩევდება. და იქ ნახე რა მოაწყო იმ მეორე ძროხა, მამას შეხედე. ცოცხალი თავით რო არ გადადის. ესე ჩვენი street food-ი, მეორე challenge-ი შესრულებულია. Შემიძლია წავიდე კიდე 10 ლიტრი ჩავასხა და შვიდად ჩავიდე ბათუმში ყველანაირი მაიმუნობის გარეშე. მადლობა თქვენ. კარგად ზანდებოდი. 30 ლიტრით ყველა ვარიანტში ჩავალთ. ანუ ეხლა რაც გვაქვს შესრულებული, ამით უეჭველი ჩავდივართ უკვე და თუ იმას ვქენით, რა ქვია, კიდე 1-2 challenge შევასრულეთ რამე. მე უკვე აი მაქსიმალურად ისე გაზის გაყრეთ შემიძლია ვიარო. იმდარი ბენზინი გვაქვს მე მგონი ისაუბრეთ. წავედით, კაი, მოგეთ ეგ იყო. ტონი, შენ როგორ ხასიათზე ხარ? კარგი. ნაზუკი კაია? არა. არა? რატო? ეგ უნდა მეთქვა. არა, მე რა გავუსიჯე ძალიან მცალე იყო. არე ნაზუკი ვის გაუგია? ხო, საშინელებაა. დედო? ბიზნესი არ ჩავარდა, ვეჭო რა არის საშინელება, მომცი.
ძალიან გემრიელია, რა გინდა? მომიტეხე. გამწვალია. Street food-ი, ნაზუქი თუ იყო, არ ვიცოდი, მაგრამ ეგრე გამოდის ხო რეალურად, ლოგიკურად და მისიაში რო ჩაგვეთვალოს, ნაზუქს ვიდულობთ. თან ისე მომენატრა. მადლობა დიდი. არა. კარგად მყავთ. დავაგემოვნოთ street food-ი. კიდევ ხან შემოგთავაზებთ რა. არა, დიდი მადლობა, მე ცომი ამოვებული მაქვს. ევოთ. კაი, მოკლედ, ეს არის ქართული street food-ი. არა ჩვეულებრივი. და ერთ-ერთ გემრიელ ადგილას გავაჩერეთ, მე მგონი. როგორც აი, ნახე. მიშენებული ქიშმიში. ძალიან გემრიელი. აი ამითი უნდა დაიწყო ნაზუქი, აი ამითი. აი, ფასუდების და რაღაც მაიმუნობების მერე ეს არის ადამიანი. თან ახალი ჩაკრული იყო. გემრიელია. და ნაზუქში ჩემი აზრით სიტყვა არის ყველაზე ისეთი თემა რა, ვის როგორი უყვარს. ეს არის საშუალო თქმელი. და ეს არის ჩემთვის იდეალური. აი, ალაგ-ალაგ ქიმშები რო ხდება, ხო იცი? ეს სიტყვა რო შემოდის მე და ისევ გადის. ეს დინამიკა იქნება რა, ეს გემოები თამაშობს რო იძახიან, ხო იცი? ეს ზუსტად ეგეთია. ეს კნატუნა არის ჩემი საყვარელი კიდე. ფუშფუშა და ფუმფულა ფუმფულები არ გვყვარს მოკლედ რა. რო იცოდეთ მაინც რა, ესეთი გაზიპინებული. ეს არის ზესტაფონი. აუ, საწოლზე უნდა შევსულიყავით. გაიგე, სხვაგან შევალთ. ის მეორე 10 ლიტრი არ ჩამისხია ჯერ და უკვე ცოტა რთულად არის საქმე საწოლთან დაკავშირებით და დროზე თუ არ შევედი და ჩავასხი შეიძლება ვერსად ვეღარ წავიდეთ. ამიტომ საწოლი უნდა ვიჩვენოთ. მა ხوار დაიღალე. არა. ცოტა მოკანცული სახე გაქვს ჩვენში რა დარჩეს. არა. აუ და დღეს ბიჭებს წვიმაში უწევთ თამაში? აი მაგრად ეხავს. მერე თუ სავარაუდოდ მერე მორჩება და ისინი გამშალებენ როტომში. გამათბობლები, ცხუნყლები. ეს გამშალებენ რა. გამათბობლები უყენიათ სტადიონზე და ის მეტალახის რაღაცეები. გააშრობენ. გააშრობე? კი, გეცემ და ერთხელ გაუშვიათ. გაი, ჯერა, დავიჯეროთ სიტყვაზე ვენდოთ ტონის, რომ სულ სტადიონს გააშრობე. და 9 საათისთვის წვიმაც გადაიღებს იმისთვის, რომ გაშრობა მოასწრო. მოკლედ მიმდინარე სიტუაციას მოგახსენებთ, ნაზუქი მივირთვით არაჩვეულებრივი იყო. სულ რომებს ამბებს გამოვცდით. ერთი მისია შესრულებული გვაქვს, რის საწოლს არ გვაქვს ჩასმული. აი გარი street food-ის დაგემოვნება. მაგრამ გჭირდება ახლა მეორე მისია, იმიტომ რომ გვაქვს დარჩენილი 50 კილომეტრი. ამ საწოლით რაც შეგვიძლია რომ გავიაროთ. ხო და ეხლა ნახეთ ან საინტერესო რა არის, რომ მისიაც მალე უნდა შევასრულოთ და ბენზინგასამართი სადგურიც მალე უნდა გამოჩნდეს. თორე ისე ოპერატორს მოუწევს ხელით მოწოლა. 10 კილომეტრის წვიმაში. რაში გიხდია ოფის? მაგრად გართულა ჩვენი მისიების შესრულება, იმიტომ რომ იმენა წარღონა. აგრა მისია უნდა შეასრულო. ახლა რა ხდება? მარტო მარკეტში ხوارში ვარ. მაგაცი საფრთხე გამოვაწევინებ მაგალას. ანუ 44 კილომეტრს დავუშვი. უხაისამდე არ დარჩენილი 25 კილომეტრი. ანუ ხუთაისში შევიდეთ, ეგრევე მისიონი შევასრულოთ და სადღაც ჩავასხმოთ. ევანდელი ჩელენჯი, საწოვის ჩელენჯი, წვიმასთან ბრძოლის ჩელენჯად გადაიქცა. იმიტომ რომ ძალიან გზა არის აკვაპლანირება. და ეხლა სავარაუდოდ იხელა ხმა, გავწვიმას რომ ხმაც არის მის შენ. ნახოთ, იმედია მთელები ჩავალთ, ვთქვათ, აი საწოვის ჩავალთ კი არა, ბავშვი მთელები ჩავიდეთ. ბავშვი ჩავიდეთ იმას. თავარია ჩავიდეთ, ხო? ბენზინი ჩავარავო. აჰო, ბენზინით შარში ვარ.
ის ჩელენჯი 10 ლიტრი არ ჩამისხია მეორე ორი შესრულებული მისი 10 ლიტრი არ მაქვს ჩასხმო და ბენზინი თითქმის აღარ არის და იწევს 111 კილომეტრს გავილიო, მაგრამ არ მჯერა მე მაგის. და იმედია სადმე ბენზინ გასამართი იქნება, თორე წვიმაში ჩამქრალი მანქანა დგომის მუღებზე ვერ ვარ დიდად. ახლა ისი რა მივასავდივართ. სადაც ჩემი სილუია აფეთქდა. და სადაც ცეცხლი წაგვეკიდა და გადავჭით. აი ზუსტად აქ უნდა გადავიღოთ ფოტო. ეს არის ჩემთვის ყველაზე ისტორიული ადგილი, რაც კი ვიცი. მოკლედ ეს არის ის ადგილი, საიდანაც ვიღებდით ხოლმე სტარტს. აი აქ იყო სტარტი ჩვენი. აი აქედან მივდიოდით. აი იქ იყო მოწყვეტის წერტილი რა, ცოტა წინ რა. გავდიოდით აი მონაკვეთს, აი ზუსტად აი ესე მოვდიოდი რა, აი ეს. და აი აქ როგორც კი ჩავდექით. აი აქ გავიგე ძალიან უცნაური ხმა, აი აქ მახსოვს რომ ძალიან უცნაური ხმა გქონდა და აი ნელ-ნელა აი აქ გაგვეკიდა ცეცხლი. აი აქ. დავაფინიშეთ, სადაც ბარემ ცეცხლი წაგვეკიდა და ინაღამ დავიბუგეთ. ზუსტად მათ გადავიღოთ ფოტო. აი აქ. აი ეს ადგილი იყო, სადაც გავჩერდით და რამოდენიმე ფოტო გვაქვს გადაღებული რა. იმედია უცბად არ გაყვრიან. მიცადე? ცოტა აქ თქვნათ. და არა, ზუსტად სილვია როგორც ეყენა, ისე მინდა რომ ეყენოს. ქუთაისში ჩემოვედი, თუმცა მამა ირაკლიმ ისე არ გაგუშვა, სანამ თავისი რეცეპტით უგემრიელესი ხაჭაპურები არ გაგვასინჯა, თავის კომპოტთან ერთად. აი ეს არის ხაჭაპური ძმაო. აი ეს არის ადამიანი. ნახე თქვენი როგორ გადმოდის. ეს რის ლიმონთია? ალი ბუხარის კომპოტი. რისი? ალი ბუხარი. ალი ბუხარის კომპოტი. ანუ ბიბლიაა. გასკები. ზონკაია. ახლა გამოვედით ტაძრიდან. მამა ირაკლიმ გვაჩუკა ხატები. უბრალოდ მადლიერება მინდა გამოვხატო. თუ საიდანმე მოვიდა მა ჩვენი აქედან მადლობის კიდე მამა ირაკლისთვის. სული დაგულით გაგვიხარდა მოკლედ. მართლა სული დაგულით გაგვიხარდა. კიდე ერთხელ დაგმშვიდობა. მოკლედ არა ზმაო მართლაც იზარდეთ ხო. ქუთაისში ცხოვრობს ძალიან კარგი ხალხი, ძალიან კარგი. ძალიან კმაყოფილები ვართ, ძალიან ბედნიერები ვაგრძელებთ გზას. აი ეს ტაძარია, ვინც არ იცით. ზუსტად ქუჩაა მისამართი. არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია აქ, ვინც ატარებს ამ წირვას და ლოცვას. ჩვენ კიდე ვაგრძელებთ და ვაგრძელებთ რამდენი საწვავით. 17 კილომეტრი. 17 კილომეტრში თუ არ ვნახეთ ეხლა რამე. ვრჩებით ქუთაისში. მიყვარს და ვრჩები. არ დარეკოთ. ზამთარი მოდის და შეგახსენებთ რომ ავტოშანში შეგიძლიათ ჩინური საბურავები იყიდოთ თქვენი ავტომობილისთვის. უსაფრთხოება პირველ რიგში და იმასწორებთ. აღწერაში იქნება ავტოშაინის ლინკი, შეგიძლიათ გადარეკოთ, კითხოთ თქვენთვის სასურველი საბურავები და ნახოთ. არ დაგავიწყოთ. რადგან ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი დავალებების შესასრულებლად, გადავწყვიტე რომ ცოტა მემაიმუნა და არა უცხოებთან, არამედ ქუთაისელ ძმაკაცებთან მივსულიყავი და მათთან ერთად მეცადა დავალებების შესრულება. ვახარ. წამო 2 წუთი გარაში. ვინმე ქუთაისელი გვინდა ჩვენ ვაკეთებთ დავალებებს. უნდა ვიმღეროთ დუეტში ჩემო ქუთაისო. არის ვინმე? ეხ ჩავდივართ ბათუმში ფეხბურთზე რა. ყოველ დავალებაზე გვემატება 5 ლიტრი. ბენზინი აღარ გვაქვს. დავალებები უნდა შევასრულოთ, რომ ლიტრაჟი გამოვიმუშაოთ და ჩავაღწიოთ. ხო და ახ კიდევ მე ვიღერო, არა შენ არა. უნდა გავიწიო. ნაკოლს მოგცემ რაღაცა სწავლობთ რა. ხა მაშინ ხალხმრავალი ადგილი მითხარი, სად იქნება? უცხოებს შეუვარდები. ქალაქში.
წავედი, ნაკოლი აღებულია, ძმაო. გამარჯობა. რაღაცა უნდა გთხოვო რა. ნახე. ბათუმში ვიდივართ ფეხბურთის სათამაშოდ რა. ყოველ შესრულებულ მისიაზე გვეძლება 5 ლიტრი, რო ჩავასხათ საწვავად. ხო და ძმაკაცი იცი YouTube არხი. იცი? გამოწერილი ყავს? გამოწერილი არ ვიცი რა. ზუსტად ეგ გვინდა, ხალხს უნდა გამოვაწერინოთ. ვიცი ხო, მაგრამ ახალი ტელეფონი ჩემი არ არის მაგას. მე სახში რომ მაქვს იმაში გამოწერილი მაქვს. მანდ აკაუნთი არა გაქვს რომ გამოიწერო ესე იგი. კი მაქვს, მოდი გავაკეთე. მიდი გამოიწერი. მაიცა მეც გადავიღებ რომ ძმაკაცმა დამიდასტუროს. ძმაკაც ხო არ? კი, პირდაპირ ძმაკაცის წერია. აგი პირველი. Subscribe but ეგ არის ძმაო, ეგ არის, ჯიგარი ხარ. всё, ძმაკაც წამოვა ეგრევე. დაჟე ახლა ორი კაცი. არა, ერთი გამოწერილი იყო, ერთი დაიმატა, всё. ძმაკაც იმდენად კაი ტიპი, ან ჩვენ სხვასაც ვიპოვით რომ გამოაწერნოთ არხი. ჯიგარი ხარ ძმაო. მაგარი იგენი გახიას, რავი, მე რა მაგრატობა. მადლობა ძმაო. ჯიგარი. აბა შენი სტროებით. არ შევედით რა ფაქტორი. ანუ ბათუმში ხო იყო ჩასვლა მიზანი, აგებათ. აღარ გინდა საწოლი ჩაის და ეხლა აქ იმდენია რომ სტადიონამდეც მივიღებს რა. ბათუმის ცენტრამდე დაგურჩა. ეხლა ვიგეთყვი რა. ნავიგაციაზე ვიყურე? 9 კილომეტრი. 9 კილომეტრია დარჩენილი? ხო. ხო, აბა მაშინ ყველა ვარიანტი. არა 22 წუთში მოაქვს, ანუ 9 კილომეტრია. მოკლედ 30 ლიტრი გვეყო რა. რაც ძალიან მახარებს. ავტობუსი დაიმტრო კიდევ. აი სატვირთო და ავტობუსმა ერთმანეთს ვერ გაუგეს. სატვირთო გადაგოდიალ და იქითა ზოლში რატო გადასკვირდა ოღონდ არავინ არ იცის, რომ აქეთა საშკარად ნახე, თურმე მოუხვევი ზოლი ყოფილა. არ შეიძლება აქ პირდაპირ მოძრაობის გაგრძელება. მაიცა, სხვაგან მივდივართ, ვაი. არ მაგინოთ. ბათუმი აქეთ არის, ბოდიში. ბოშიდი სარფში წამსვლელები ყოფილა. ამდენი ხანი აქ არ ყოფილა, რომ ეს გასაყოფი არ ვიცი, რომ გზა იყოფოდა. კაი, всё, წავედი ბათუმში. ძალიან მინდა რომ დუეტი ჩავწერო ვიღაცასთან ერთად. და მე მგონია რომ ეგ არის ყველაზე რთული. აუ, ბაზარი არა. კაი, ეხა გეტყვი რა ხდება. დღეს ჩავდივართ ფეხბურთის მატჩზე რა. მაგრამ გვაქვს მისიები რა, კონკრეტული. ანუ ყოველ მისიაზე, მოიცა აქეთ შემოვალ, თორე დავსვევ. ვიმატებთ 5 litrს რა. ეხა ბათუმამდე ვერ ჩავახციეთ უბრალოდ რა. ერთ-ერთი დავალება არის ეგეთი რა. შეგიძლია უარი მითხრა, ვაფშე არ არის პრობლემა რა. იმ დამახასიათებელი კუთხისთვის, აი ქუთაისში სადაც არის. უნდა ჩავწერო ვინმესთან ერთად დუეტი. ქუთაისო ჩემო. ხო, ოღონ უნდა ვიმღეროთ. აი ბაზარია რა. მაგრად მეკრინჯება, ეხლა რასაც ვაკეთებ, მაგრამ სხვა გზა არ არის. მაიცა? აი აქედან იწყება. თუ ვიდა მოგრიგო, აგრეთ კიდე მოიგო. ინო, დავაი. ჩვენი ძმა გააძრო. დავაი, დავცხოთ. ხო, ამის ფონზე იქნება იდეალური. ტექსტი იცი? არა. აი აქ არის, მეც არ ვიცი. მე თვითონ მესამე რა მოდი. მაგარი კაცი. არა, ბოლა თვითონ კიდე მო. თუ თქვენი სურვილი იქნება ვიდეოს წერთ ხოლმე YouTube-ისთვის რა, სადაც სახალისო ვიდეოები არის რა. მისია გვაქვს ესეთი რომ თუ მისიას შევასრულებთ 5 litrას ვწერთ და ჩავდივართ ბათუმში ფეხბურთზე. კაი, მაიცა ეხა უნდა მოვემზადოთ და ეგ არის. ერთმანეთს ყოლინო. არ გინდა ბიჭო, ამდენი ხალხი განები თავი. შუაში დავდგები მე, ყველა რო ხედავდეს ტექსტს და ერთი ან ორი კუპლეტი გვინდა სულ რა, მეტი არა. ტექსტს ხედავთ ყველა? კი, მე არ გავხდები. კაი, მაიცა? მასე. всё, აი ესეა რა და ეს კუპლეტი წავიმღეროთ და ეგ არის. გავყვეთ თავიდან, ვაფშე. ხო. To čemo deduleto Kuli sa guledan lami sa momentos Čem vi vagi se kide
ხავსიანი ეზო ძველი ინტონაციაში ამეჯვა სად მივდივარ არ ვიცი მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ჯიგარი ხარ ძმაო შენი სახელი მარიამ მადლობა მარიამს თქვენ კომენტარებში დავუწყოთ კი ძალიან დიდი მადლობა ყველას ბათუმს კატკატას მოკლედ შემოვედი ბათუმში დარჩენილი მაქვს 29 კილომეტრი ერთი ჩელენჯი შესრულებულია ბათუმში ჩამოვედი 30 litrით ეხლა დანარჩენი ჩელენჯები ვნახოთ რავი არ მგონია დღეს თლად სელფიზე ვიყო ჩაღო და იმას ხელს რაღაც დაგეგმილი ექნება იმიტომ რომ იცოდა რა იყო ჩელენჯი და რაღაცას მე მგონია რომ იხიმანდრებს ატაკა დუმაიო და დღევანდელ ჩელენჯში გამარჯვებული ჯამში ხერო იქნება მაგრამ იმდენად კარგი და სასიამოვნო ჩელენჯია რომ სულ რო ყოველდღე იყოს ეს ჩელენჯი და ყოველდღე გაიმარჯვოს თანახმა ვარ მაგრამ ეს ჩელენჯი ბოლომდე არის ჩვენი მთავარი ჩელენჯია ფოტო გადავიღოთ ფეხბურთს და აი მაგ თავარ ჩელენჯზე ვფიქრობ რომ ცოტა გამოგვიჭირდება მეც იმიტომ რომ დღეს არც თამაშობდი და არც თამაშის მე ჩვენთვის არავის არ ეცლება მაგრამ ნახოთ რა მოდი დღეს თავარი ჩელენჯია რომ მოვიგოთ და ფოტოს გადავიღებთ თუ არა პოხვი საქართველოს ნაკრებმა მოიგოს ყველაზე მთავარი ეგ არის დღეს ასე რომ Meanwhile. გამარჯობა. შეიძლება რაღაც კითხო? რაღაც ჩელენჯს ვიღებთ რა. რაღაც იმ კუთხისთვის დამახასიათებელი სიტყვა გვინდა სპეციფიური რომ ვისწავლოთ. აი ხო, ამ შემთხვევაში ქუთაისის. ხო და ბაჩუ. ბაჩუ? ბაჩუს ეძახიან ყველა საყვარელ ადამიანს. ბაჩუ მოფერებითი სტილია. ეგ სხვასთან როგორ გამოვიყენოთ? ანუ ესე იგი, ვინმე სიტყვაზე ვთქვათ, ვინმე რომ მოდიოდეს და ბაჩუ სიგარეტი ხო არა გაქო. ანუ ნორმალურია, არავინ არ გვცემს მაგის გამო. მართლა ნორმალურია. всё, ეგ არის მაშინ. ეგ არის. მადლობა დიდი. კარგად. ბაჩუ ვერ გავარკვიეთ, ანუ მისაღებია თუ არა, უბრალოდ ვინმე ესეთ ტიპი უნდა ავარჩიოთ, ვინც ვერ მოგვერევა. ალბათ ლოგიკა ეგეთია, ანუ თუ ვიჭხუბეთ. შეიძლება რაღაცა კითხო? გამარჯობა. მოკლედ თბილისიდან ვართ. გვითხრეს რომ ბაჩუო გოგოს თუ მიმართავო არ ტეხავსო და უცხო გოგოს ბაჩუთი რომ მიმართო ნორმალურია? არა ხო? ანუ სულ რაღაცას არ ნიშნავს რაღაცა რა. მაგრამ ის არ არის, აი თითქოს მოიცა? რაღაც მოფერებით. ხო, მაგრამ უცხო რო გეუნება, ის რაღაც შეგრძნებას არის წე? ხო, უცნაურია. ქუთაისისთვის დამახასიათებელი სპეციფიურ სიტყვას სწავლობთ, რომ ნახე ჩელენჯი არის ეგეთი, რომ რაღაცა ვისწავლოთ და უცხოსთან გამოვიყენოთ რა. ოღონდ ეს ყველაფერი ისე გინდა რომ გავაკეთოთ, არ გვაგინონ და არ გვცემონ. ეგ ამთავალი მოღავი. ხო და მაგიტომაც ქუთაისს უნდა დავარჩიეთ რა მაგისთვის. მაგრამ იქნებ რაღაცა ნეიტრალური სიტყვა იყოს ისეთი, რომ ანუ მე არ მინდა რომ ვინმე უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო. რასაც მაგალითად თბილისში არ ხმარობენ უფრო. ანუ წეგან სიმონ მითხრეს, მაგრამ სიმონც ნაგრად ეხავს. ხო, მაგაზე შეიძლება ვცემონო. ხო, არ გვინდა. ან შეიძლება გავასწროთ და ვერ ვცემონ. ეგაც არ არის გამორიცხული, მაგრამ ვინმე უნდა ვნახოთ, თინეიჯერი და უნდა გავბედოთ თქმა. მაქსიმუმ გავიქცეთ. თინეიჯერს ხო ვცემთ. ხო. ბაჩუ უნდა გავრისკოთ როგორც ჩანს რა. ბაჩუ უნდა გავრისკოთ. ვისთან გავრისკოთ, ბიჭთან თუ გოგოსთან? რო გვიკვინონ ეხა მაგრად. ანეკდოტი. არა, ანეკდოტი არ გამოვა. გეუნები არ გამოვა თქო. გამარჯობა. თუ დამეკავა, კაი ავჭურაჟი ვაგისტრაჟი. მაგაზე გაწყენია ბაჩუ. არ ცხენია? სიგარეტი არა მაქვს, ხურდა მაქვს. აი, სიგარეტი. აჰა, დამისვლა ხურ სიგარეტი. ცოტას დაამატებ და იყიდი. შილობას აღავ, თბილისელები ხარ? კი, თბილისელები ვარ. რა ხდება თბილისში? ფეხბურთზე მივდივარ, ფეხბურთს. ვისი თამაშობ? უკრაინას ვეთამაშებით ჩვენ. მობრენია თუ რა? აბარა, თუ ეხა თუ არ წავედით დავაგვიანებთ ბაჩუ. კაი, კარგად იყავ. მადლობა, თქვენც ასე. არ მითხრა ეხა რომ ეს საყვარელი ბაჩუს გამოყენება არ იყო. აი ბუნებრივად არ წავიდა? მაგაზე გაწყენინე ბაჩუ. საისელი მეგონა. აი წყალი ვიწავიდა იმენა.
კარჩი, მე მგონი გვეყოფა. ბათუმამდე უეჭველი გვეყოფა. წავედით. 100.000 გამომწერამდე სულ ცოტა გვაკლია და თუ შენ კომაგი ხარ ჩვენი არხის, აი იქ იქნება გამოწერის ღილაკი. აქვე გეტყვით რომ E39-ის კომენტარებს რა თქმა უნდა უყურებ, E39-ის ბევრ რაღაცას ვიღებთ, ვამზადებთ მასალას და ერთ სიახლეს გეტყვით. ჩვენ გადავდივართ პაკელოს ზეცზე, ყველა ჩვენ ავტომობილში ვასხავთ ამ ზეთს, ნახულობთ რა აქვს დადებითი მხარეები, ჩვენ თვითონაც ვტესტავთ. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ბრენდები როგორც არის Bugatti, Ferrari ენდობიან ამ ზეთს, ჩვენს გვინდა ნახოთ პაკელო რამდენად კარგად უძლებს დატვირთვებს და რამდენად კარგად ინახავს ძრავს. ო, მადლობა. კაი, მოკლედ, სოკარს შემოვიარეთ. ძლივს ადამიანურად ჩაგვისხეს ბენზინი. რას გვეკუთვნოდა და ახლა უკვე მივადგებით ჩვენ ტრასას. პროსტო რო წვიმს და არაფერი რო არ ჩანს, თან სწრაფათაც ვერ დავდივართ, ჩვენი ავტომობილი ვერ არა. ძალიან ტეხავს, რომ ნელა გვიწევს სიარული რა, ჰონდით რას გავფრინდებოდი ბიჭო. კროკოს კრეკერები დააგემოვნეთ, აი ესეთ მომენტებში არის იდეალური, როცა რაღაცას ელოდები. ეს ამარლიანის ფოტოშოპი და ცოტა თუქშია იდეალურად მოდის. ჩამოვედით, ძლივს ჩამოვახციეთ. პატარა საცობები და რაღაცები მაინც არის აქ, იმიტომ რომ აქტიობა ბევრია, მაგრამ 21 წუთი გვაქვს დარჩენილი წესით. ახლა არის 9:09, 9-ზე იწყება თამაში, როგორც იცით. და წუთზე უნდა მივასწროთ რა. ძმაკაცი იქ არის უკვე, დაალაგა სიტუაცია, ჭამეს, სასტუმრო ნახეს, იბანავეს. რას შვება B58. ხედა? მივასებას ფოტოშოპსა. აღმოაჩინე სხვადასხვა ამ მანქანას უყენია 8 HP, ერთ-ერთი განცემა ტიპოლოგი, რომელსაც ხშირად ხმარობენ BMW-ში და აი იდეალურად მუშაობს გადაცემით. აი ძალიან მივასება. იდეალურად ხტავს. აი მოკლედ ახლა მივალთ და მე მგონი იქიდან ჩაგერთვებით უკვე გავაგზავნებთ ადგილიდან. ნახავთ და ერთი სული მაქვს რომ ნახო რა სიტუაციაა საფეხბურთო სტადიონის ირგვლივ. თან ხვიჩა მელოდება, ეხა უჩენოთ არ შევაუწყაო და სტადიონიც გამოჩნდა. მაგრამ ადგილი არ გამოჩნდება ეხა. ადგილი სად გავაჩეროთ, სად გავაჩეროთ. კაცმა არ იცის სად გავაჩეროთ. ავარია ჯერ არავინ არ გაგვიტანოს. ჩამოვახციეთ. სულ რამოდენიმე წუთია დარჩენილი თამაშის დაწყებამდე. მანქანას არ გავაჩეროთ, არ მკითხოთ. იმედი მაქვს რომ არავინ არ იცნობს. და მე მგონი ზუსტად ვასწრებთ. ან ვერ ვასწრებთ, მოიცა? 6 წუთია დარჩენილი, 6. აი ეხლა ძმაკაც უნდა დაურეკოთ, ვიპოვოთ სადან. არფურის მხარეს მოვიდე. სიო, მოვალ ეხლავე. ოკეი, და. წუთებში ვასრულებთ ჩვენ მისიას, ხო არ მეღადაოები. რამხელა გზა გამოვიარეთ, პროსტო რომ 9-ზე მივსულიყავით ზუსტად და 4 წუთი აკლია ეხლა. ძლივს მოვახერხეთ ჩემი. გამარჯობა. ჩაარტყე. ემოციები გითხარი, ემოციები. მაგრად გაასწორა, თან ორმაგად გაასწორა, იმიტომ რომ ზუსტად 1 წუთი აკლდა და რა თქმა მოვედი. აი ადრენალინის ის ჩევასწრო.
ასე იყო თუ ისე იყო. დღევანდელი გასული დღე, რა ისე შეგზნება რა თითქოს 3 დღე გავიდა. იმდენი თავგადასავლიდან ხოლმე თავგადასავლი გადავიდა. ძალიან კაი ჩელენჯია. ესეთ ჩელენჯი ოდეს მე თუ კიდე მოვიწევ სიარბუნებით. ვეღარც ლაპარაკობ. მეგობარებო. მაგრად დავიწყალეთ. ხო, მაგრად ასწავლეს კი. რაც თავარია. იმედი მაქვს რომ YouTube კიდე დიხანი იქნება და ჩემი შვილები და შვილიშვილები ნახავენ ამ ვიდეოს. აი აქედან მოგიხარეთ ჩემები გოჭრები ნახავენ. ზმაკაცის არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ აუცილებლად. ჩვენი არხის გამოწერა არის აი აქ. ზუსტად. აქ. ჩემთანაც ეგრეა ჩვენებს რომ გადავავლეთ. დავით. გავემშვიდობთ.